მოგესალმებით პატრიცემულო მსმენელებო და მაყურებლებო. დღეს კვლავ თქვენს ნებართვით და ჩემი მეგობრის ნებართვით გადაცემას აუძღვები მე ვაჟა ბაკაშვილი. ასევე მოგესალმებით როგორც დიდ ქართველებს და დიდ სოფლიო მოქალაქეებს, რადგან ჩვენ ხედავთ, ახლაც ვესაუბრებოდი ჩემ მეგობარს, რომ მთელი კაცობრიობა, როგორც ქრისტიანული სამყარო, ასევე სხვა დიდი რელიგიების წარმომადგენლები მიდიან რეალურად უფლის წინააღმდეგ. და როცა ადამიანი რეალურად ეს მიწიერი არსება, რომელიც ქვეყანას უნდა პატრონობდეს და იაროს ღვთის გზით, მიდის ღვთის წინააღმდეგ, რა დაიბადება? ჩვენ ერთ გზის შემოგჩივლეთ, რომ როგორც ცხოვრობდა კაცობრიობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე და უფლის მოსვლის მერეც გააგრძელა ეს ერთმანეთის ჩაგვრის, ერთმანეთის განადგურების, ერთმანეთის მოსპობის პოლიტიკა და ეს არის არა მარტო მსოფლიო პოლიტიკა, არამედ ქართ სამწუხაროდ საქართველოშიც იყო წარსულში და დღესაც გრძელდება ჩვენს სინამდვილეში. თქვენის ნებართვით ამ საკითხის უფრო ღრმად განხილვისათვის სიტყვას გადავცემ ჩვენს დიდი ხნის მეგობარსა და თანამებრძოლს ბატონ გიგა გუდაძეს და შემდგომ მე ჩავერთვები თქვენთან დიალოგში. გამარჯობათ მეგობრებო. მადლობა დღევანდელ დღეს, რომ მაგას ჩვენ ერთმანეთს ხვდებით. მადლობა უფალს. და მინდა რა უდნებ განვიხილო კიდე ის საკითხები, რომელიც შეიძლება განვიხილეთ, მაგრამ აუცილებელია კიდე ერთხელ განვიხილოთ და შევახსენოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც პირადად ეხება როგორც დღევანდელი დღეს გაჭირვებული სიტუაცია და პირადად შეუძლიათ კიდეც რაღაცეები გამოსწორება, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია, რომლის გარეშედაც უბრალოდ საქართველოში ძალიან ცუდი და ცუდი მდგომარეობა დგება ყოველდღიურად, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანმა ვიცით, რაც ხდება დღევანდელ დღეს ზუსტად იქ იმ ბაზარზე, რა ბაზარზეც არ უნდა გავიდეთ, ეს იქნება შრომითი ბაზარი, ეს იქნება ჩვეულებრივი აგრარული ბაზარი, ეს იქნება ადამიანების ცოდნის ბაზარი, სადაც შეიძლება ადამიანმა ცოდნა შეიძინოს, ყველგან არის კატასტროფული მდგომარეობა. და განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობა დღეს აი პროდუქტების ბაზარზე, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან ყოველდღიურად აძვირებს ცხოვრებას. მე ერთი რაღაცა მინდა და ყოველთვის ამას ვიმეორებ ხოლმე, უბრალოდ შეიძლება ამას ცოტა სხვანაირი კუთხითაც შეიძლება შევხედოთ ადამიანებმა, რომ დღესდღეობით ჩვენ რატო გვაქვს ესეთი გაუსაძლისი მდგომარეობა? იმიტომ გვაქვს ესეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, რომ ის ყველაფერი რაც შეიძლება ჩვენ შევიძინოთ სახლისთვის, ოჯახისთვის. შეიძლება ესეთი ძვირი არ იყოს ვიღაცისთვის, მაგრამ ძვირი არის იმ ადამიანებისთვის, რომლის 90% დღევანდელ დღეს ღებულობენ ძალიან მწირ შემოსავალს. მწირ შემოსავალს მე ვეძახი იმ შემოსავალს, რომლებიც აი დღე-დაღამე, რომლებიც მუშაობენ, რომლებიც გადებული არიან სოფელშიც, ქალაქშიც, დილას გადიან, ღამე შემოდიან, იმდენი შემოაქვთ მხოლოდ ფული, ანუ საშუალებაა იმისი, რომ რაღაცეები იყიდონ და რაღაცით თავი გაიტანონ მათ და მისმა ოჯახმა, რომ აბსოლუტურად არაფერი არ რჩებათ. და მერე მიდიან ისინი ბანკებში, იმიტომ რომ არ არსებობს დღესდღეობით შრომელი ადამიანი, რომელიც დღესდღეობით მუშაობს, მათი 90% და რომელიც მაგალითად მე არ ლაპარაკობ იმ 5-6%-ზე ბიზნესმენებზე, რომლებსაც შემოსავალი აქვთ უზამო, რომლებსაც არ კონდეთ ბანკის ვალი. არ არსებობს, იმიტომ რომ ყველაფერი ისე არის მოწყობილი, რომ ადამიანი ძალაუნებურად მიდის და ბანკში ვალს ღებულობს. მერე მიდის ამ ბანკის ვალის დაფარვა და ეს გრძელდება წლობით. და მერე ბევრი ჩვენთაგანი ვიცით, აგერ
იმ დღეში არის ჩავარდნილი, რომ ზოგს მერე ბინას უყიდიან, ზოგს ბინებიდან ასახლებენ. და ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ საქართველოს ახლა დღეს გამოდის ჩვენი მთავრობის ბევრი წევრი და ჩვენი პრემიერ-მინისტრიც გამოგზავნა და ბრძანა რომ თურმე არის 2400 ლარი ხელფასში საშუალო. და ამის მტკიცება არანაირად არ არსებობს. ახლა ვიღაცას რომ 2500 ლარი აქვს და ზოგი ერთ მათგანს აგერ ჩვენს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს 16-17000 ლარი აქვს ხელფასი. ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივ მოკტავ ადამიანს აქვს 2450 ლარი. მე ამას ვამბობ და რატო ვამბობ? იმიტომ რომ ეს სტატისტიკა არის ყველგან დადებული, ხო? ყველგან შეგვიძლია გადავამოწმოთ ვის რამდენი აქვს ხელფასი. სად არის ადამიანები ყველაზე მეტი დასაქმებული? რამდენი არის თვითდასაქმებული, რომლის შემოსავალი აბსოლუტურად არავინ არ ვიცით. არ ვიცით, იმიტომ არ ვიცით. მე პირდაპირ გეტყვით, რომ იმ თვითდასაქმებულ ადამიანს ბევრად უფრო ნაკლები ხელფასი აქვს, ვიდრე მაგალითად 2400 ლარი ვიღაცა ჩინოვნიკს რომ აქვს. ბევრად უფრო ნაკლები. იმიტომ არ ვიცით, რომ ეს რომ ვიცოდეთ ჩვენ რომ იმ თვითდასაქმებულებს რამდენი აქვს ხელფასი. მაშინ ამას მე ვიცი რომ მთავრობა ყოველთვის იტყოდა და შეახსენებდა რომ აი ისინი ჩვენზე მეცაწყებულობენ. აი პირდაპირ გეტყვით რა, აგერ შეიძლება უბრალოდ სტატისტიკა არის. აი უბრალოდ გეტყვით რა. ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული ვაჭრობის სფეროში. და აგერ წავიკითხე სტატისტიკა ამოვიწერე და წავიკითხე თურმე დასაქმებული არის 200,000 ადამიანი აი ამ რა ქვია მარკეტებში, სავაჭრო ცენტრებში და მათ თურმე ხელფასი ქონიათ, აი გეტყვით სასაცილოა მართლა 800-დან 1000 ლარამდე. და აქედან ახლა არ დაგავისდეთ კიდე, ეს აქვს 800-დან 1000 ლარამდე, რომლებიც პირველად არიან დასაქმებულები და მერე რამოდენიმე თვე თუ გავიდა, წელი თუ გავიდა და კარგად იმუშავეთ, მათ ემატებათ 200 ლარი. 800 ვისაც აქვს, იმას 1000 გაუხდება, მაგრამ 1000 ვისაც აქვს, იმას გაუხდება 1200 ლარი. აქედან არ დაგავისდეთ, მეგობრებო, ეს იცოდეთ, რომ 20% საშემოსავლო ექვითებათ. და აგრეთვე ექვითებათ საპენსიო ფონდიდან, ესე იგი, ვისაც აქვს 1000 ლარი, მინიმუმ 220 ლარი ექვითება და გამოდის 780 ლარი. ეხლა ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მე გეუბნებით ყველაზე მეტი ახალგაზრდა, რომლებიც დასაქმებულები არიან, ზუსტად იმ პროფესიაზე მაქვს ლაპარაკი. ეხლა მე თქვენ გეკითხებით რა. ადამიანებო, 780 ლარი რო გექნება ადამიანს და რომელიც დღე და ღამე იქნები და იმუშავებ. როგორ შეიძლება შენ ოჯახი შეინახო? ან როგორ შეიძლება შენ იმაზე იფიქრო, რომ აი იცი რა, ოჯახი შეუქმნა? მომავალი შეუქმნა ჩემ სახელმწიფოს, მეც პირადად იმ ახალგაზრდამ თავის თავსაც შეუქმნას. როგორ შეიძლება? ან როგორ შეიძლება იმან იფიქროს იმაზე, რომ იცი რა, მე უნდა წავიდე ახლა და ბინა ვიყიდო. როგორ შეიძლება 780 ლარი, 1000 ლარი თუ გინდა თქონდეს შემოსავალი ადამიანს და იმან გაიფიქროს, რომ მე ახლა ბინა შემიძლია ვიყიდო. ვიყიდო და მე შევქმნა ოჯახი. 1000 ლარიანი ადამიანი ბინას როგორ იყიდის საქართველოში, როცა თითო ბინა დაახლოებით ოროთახიანი 50 კვადრატი რო ავიღოთ, მინიმუმ 1200 დოლარი ჯდება საქართველოში. მინიმუმ. კვადრატული მეტრი, მე არ ვლაპარაკობ გარემონტებას, მისას და მე იმის შევსებას. 1200 დოლარი. ეს ხო წარმოუდგენელია. აქედან არის გამოსავალი ჩემო ხალხო, რომ აქედან არის ყველაფერი იწყება აქედან, რომ ადამიანებს არ აქვს შემოსავალი. ადამიანების შემოსავალი არის იმდენად მწირე, რომ მათ უკვე ცხოვრება უჭირთ, გატანა უჭირთ თავის და ამიტომ ძალიან ბევრი მათგანი საქართველოსდან გარბის. რატო გარბის? ახლა ვიღაცა იკითხავს, იცით რა არის ხალხო? როცა ხედავს ადამიანი, რომ ესეთი გაუსაძლისი პირობები აქვს, როცა ახალგაზრდაა, როცა არის ჯანღონით სავსე და როცა იცის მან, რომ მას ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია, ის თავის თავს რეალიზებას რო ვერ უკეთებს საქართველოში. ის ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ წავალ და იქ შეიძლება შემოსავალი ბევრად მეტი მქონდეს. იქ მე რაღაცას გავაკეთებ ისეც, რომ აქაც ბინას ვიყიდი და მე ჩამოვალ უკან, მაგრამ ესეც არ ხდება. ყველაზე ცუდი ეს არის. იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ ისაო რა ადამიანს ყველაფერი კარგი გონია, სადაც ის არ ცხოვრობს, ეს ესეთი გამონათქვამიც არის და ესეც არის. რომ ადამიანი, რომელიც მიდის საზღვარგარეთ,
ის მერე ჩათვალეთ, რომ იქიდან თითქმის ყველა მათგანი ვეღარ ჩამოდის. იმიტომ რომ ფერხულში რომ ჩაებმევა, უკვე ვეღარ ჩამოდის აქეთკენ. და ხდება ისე, რომ ქართველები საქართველოს კარგავთ კიდე ერთ და კიდე ორ ახალგაზრდას, რომელმაც საქართველოში უნდა თავისი ცხოვრება, თავისი შრომა, თავისი მეობა, კაცობა, ვაჟკაცობა, ქალობა უნდა მოახმაროს და დაიხარჯოს საქართველოსთვის. ყველაზე ცუდი საშინელება ეს არის და ჩვენ არცეთი ჩვენთაგანი აი ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები ვიძახით. სამუშაო ადგილები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება, როცა საკანონმდებლო დონეზე ეს ყველაფერი დაიხვეწება, როცა პრიორიტეტები გახდება საქართველოსთვის, რა არის მისთვის აუცილებელი და რა არის მისთვის საჭირო. როცა საქართველოში, აგერ ახლა ყველა ჩვენთაგანმა ვიცით, ხო? ყველა ჩვენთაგანმა ვიცით, აი ძველი თაობიდან განსაკუთრებით, რამდენი ქარხანა მუშაობდა. ჩამოთვლით, რომ დავიწყო, შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ჩამოთვალო. იმდენი ქარხანა, რომელიც უშვებდით ყველაფერს აბსოლუტურად, რას კი შეიძლება დღევანდელ დღეს საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში გამოდიოდეს, ყველაფერს საქართველოში უშვებდით. ჩარხიდან, მანქანიდან, თვითმფრინავიდან, გემებიდან დაწყებული ყველაფერს უშვებდით. დღესდღეობით აბსოლუტურად არაფერს არ უშვებთ. აბსოლუტურად არაფერს არ უშვებთ და ზუსტად ეს არის, რომ ადამიანები აქ ვერ საქმდებიან და ვერც ვერასოდეს ვერ დასაქმდებიან, იმიტომ რომ ჩვენი პრიორიტეტი დღეს არის ტურისტული ქვეყანა. ტურისტული ქვეყანა რა არის? ტურისტული ქვეყანა არის, რომ ვიღაცა შემოვა შენთან, დატოვებს რაღაცა კაპიკებს, მერე გავა. კიდე შემოვა, დატოვებს რაღაცა კაპიკებს, გავა, მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის, რომ ეს ტურისტული ქვეყანა, როგორც ესეთი, საქართველოს ყოველთვის იყო. მაგრამ ამ პრიორიტეტის გარდა საქართველოს ჰქონდა კიდე იყო ინდუსტრიული ქვეყანა. იმიტომ ტურისტები აგერ ახლა ბატონი ვაზას დამეთანხმება, რომ კომუნისტების პერიოდი რო იყო საქართველოში, მე მგონი იმაზე მეტი ტურისტი ჩამოდიოდა. კი, ნამდვილად. ვიდრე დღევანდელ დღეს ჩამოდიან. ახლა მე ამაზე ყოველთვის შემიძლია ვიკამოთო და ყოველთვის შემიძლია ყველას დავამტკიცო ეს, იმიტომ რომ სტატისტიკები იქაც არის და აქაც არის. რამდენი ტურბაზა იყო, რამდენი სასტუმროები იყო გახსნელი, რამდენი უცხოელი ჩამოდიოდა, რამდენი ქართველი, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობდა, ისინი ჩამოდიოდნენ, ისინი აქ ყიდულობდნენ მერე თავისთვის სახლებსაც და ყოველ წელიწადს ჩამოდიოდნენ, რომლებიც ზოგი რუსეთში რო ცხოვრობდა, ზოგი 15 რესპუბლიკაში რო იყვნენ გაბნეულები. და ტურისტული ქვეყანა მაშინაც იყო, მაგრამ იყო ინდუსტრიული ქვეყანა. და ყველა ქართველს, რომელიც დღეობით არა და მაშინ რომ ამთავრებდა თუ გინდა ინსტიტუტს, თუ გინდა სკოლას, თუ გინდა იმ პროფტექნიკურ სასწავლებლებს, ყველას ჰქონდა განაწილებული საქმე, ყველა მიცოდა სად როგორ უნდა დასაქმებულიყო. შეეძლო მოეძებნა უკეთესი, მაგრამ გარანტირებული სამუშაო ყოველთვის ჰქონდა საქართველოში მას. აი ეს სისტემა ჩვენთან მოიშალა, ეს სისტემა განადგურდა. წარმოება მთლიანად გავანადგურეთ და მე გვიკვირს რა, ხელფასი რატო არა აქვს ადამიანს მაგალითად რა ვიცი 2000, 3000, 5000 ლარი. რანაირად ექნება ხელფასი, როცა დამლაგებელი მაგალითად საქართველოში ძალიან ბევრია, მაგრამ იმათ არასოდეს არ მისცემენ იმდენ ხელფასს. აგერ პირდაპირ გეტყვით ხალხო, აგერ მეზოვეს ხელფასი რამდენია? 800-დან 1000 ლარამდე. რამდენი არის ნარჩენების შემგროვებლები რომ არიან, აი ნაგვის ყუთებს რო ცლიან. იმათი ხელფასი რამდენია, რომელიმე თქვენთაგანი თუ დაინტერესებულ ხართ. პირდაპირ გეტყვით, აგერ რამძიმე სამუშაოც არის, თქვენ ციცით. რამძიმე 1100 ლარიდან არის, 1100 ლარიდან. ხო რომ ძღოლის არის 1200-დან 1500 ლარამდე. ოღონდ ეხლა გეტყვით ერთ რაღაცას, ეს არ დაგავიწყდეთ. 1100 ლარიდან რომ არის, იმას 20% საშემოსავლო უნდა მოვაკლოთ, და უნდა მოვაკლოთ კიდე 5% საპენსიო. გამოდის 1000 ლარამდე. 950 ლარი დაახლოებით. აი ესეთი სისტემა არის აწყობილი. აი ესეთი ხალხი, ეს ხალხი, რომლებიც და ვინ არის დასაქმებული, ახალგაზრდები თითქმის არ არიან დასაქმებულები, არიან ის გაჭირვებული ადამიანები დასაქმებულები, რომლებიც მართლა რა დღე და ღამე შრომობენ და იმიტომ შრომობენ, რომ თავიანთ შვილებს 1-2 კაპიკით დაეხმარონ. არა და მე მაგალითად ვნახე პირადად გეტყვით, იმ ადგილას მუშაობდა ისეთი ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერი იყო ჩემთან ქარხანაში, მე როცა ქარხანაში მუშაობდი, პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ, ესეთი ქარხანა იყო საქსოფ მანქანა
და ახალგაზრდა ძალიან მაგარი ინჟინერი ბიჭი მოვიდა ჩვენთან, არ მინდა სახელი და გვარი თქვა ახლა. და ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი იყო ქარხანაში, როგორც ახალგაზრდა. ჯერ კონსტრუქტორი იყო და მერე დაიწყო სამქროში მუშაობა ინჟინრად. აი ზუსტად ამაზე მაქვს ლაპარაკი და ჩვენ გავუშვით ის, რაზე? გავუშვით ის და ვამუშავებთ ნაგვის მანქანაზე, რომ ნაგავი გადაყაროს. მე იმას კი ვლაპარაკობთ, რომ ეს პროფესია არის სასირცხო, არა. არ არის ეს სასირცხო, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც შენ შეგიძლია გამოიყენო, მისი ცოდნა გამოიყენო, მისი შრომა სხვანაირად გამოიყენო, ამით საქართველოს ბევრად უფრო მეტი შემოსავალი რო კონდეს, ჩვენ პირიქით ვაკეთებთ. ადამიანები, რომლებიც იყვნენ სიტყვაზე პროფესორები, დავაყენეთ დახლებთან ბაზრობაზე და დაიწყეს რაღაცეების გაყიდვა. ადამიანები, რომლებიც წამყვანი ინჟინერები იყვნენ, მივიყვანეთ და ვასწავლეთ სულ სხვა რაღაც პროფესია, ზოგი აგერ მენაგვეთ ვამუშავებთ. ეს არის კატასტროფა ხალხო. ამით საქართველო ვერ განვითარდება. ის ცოდნა, რომელიც საქართველოს გააჩნია, ის თუ ჩვენ არ გამოვიყენეთ, ჩათვალეთ, რომ საქართველო ნელა-ნელა კიდე უკან წავა. და დღეს ესე ხდება. აი ეს მინდოდა ძირითადად მე თქვა ბატონო ვაჯა და მე კიდე მექნება სალაპარაკო ამაზე, ამ თემაზე, იმიტომ რომ დღეს ყველაზე ცუდი რაც არის საქართველოში, რომ ქართველი კაცი არის დაჩაგრული. გამოდიან ახლა ბიზნესმენები და ლაპარაკობენ, აი რაზე ბრაზდები იცით ყველაზე მეტად, რომ აი მე მაგალითად ვერ პოულობ შრომელ ადამიანს, რომელსაც დავასაქმებ, აქ და მივცემ ხელფას, ვეძებ და ვერ პოულობ, რატო ვერ პოულობ? იმიტომ ვერ პოულობ, შედალოცვილო. რომ შენ იმას აძლევ მინიმალურზე დაბალ ხელფას, რომლისთვისაც იმისთვის არ ღირს იქ მუშაობა. აძლევ დაბალ შემოსავლიან ხელფასს აძლევ. და დღე და ღამე ითხოვ იმ ადამიანმა, რომ შენთვის დაიხარჯოს. ესეც სამსახურში ის ადამიანი აღარ წავა, იმიტომ რომ ერთჯერ იყო, მეორედ იყო, მესამედ იყო და მეოთხედ აღარ ტყვილდება, აღარ მოდის. მერე ადგება და გარბის საზღვარგარეთ. იმიტომ რომ ხედავს, რომ აქ გამოსავალი აღარ არის. აი ეს მინდოდა ბატონოჟა ახლა ჯერ მე თქვა და რა ვიცი თქვენს დაამატეთ ამას ყველაფერ რაღაცას. ხო, თქვენს ნებართ მე ისე გავაგრძელებ ამ ხას ბატონო გიგამ კარგად მოხაზა უკვე ჩვენ წლების განმავლობაში თითქმის 5 წელია გამოდივარ ტელევიზიაში და სულ გვიწევს სოციალური საკითხების წინ წამოწევა და ბოდიშს მოიხდი ცოტა შეიძლება დაკადნებად გამოგვივიდეს, მაგრამ აი ესეც არაერთხელ შეგვინიშნია ტელევიზიაში, რომ ჩვენი პოლიტოლოგები და მემხილველები გამოდიან და მხოლოდ ფაქტოლოგიით იფარგლებიან. მოვლენებსაც კი არ აღწერენ თავისი მიზეზშედეგობრიობით, ხოლო იდეაზე და იმ იდეოლოგიაზე, რომელიც ამას წარმოშობს, ამაზე ხო საერთოდ არ უღრმავდებიან. რატომ? ხალხო უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ წეგანაც მოგახსენეთ დაასხიში, რომ ჩვენ მივდივართ ღვთის მარადიული ცნებების წინააღმდეგ. მივდივართ იმ წმინდა სასულიერო ცნებების წინააღმდეგ და ამიტომაც ხდება ის უბედურება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში. როგორ შეიძლება საქართველოში, რომელსაც 2000 წლიანზე მეტი ქრისტიანული წარსული გააჩნია, მოწიწება თაყვანისცემა ქრისტიანული რელიგიისადმი, ქრისტიანული ცნებებისადმი და ცხოვრობდეს ასე ველური კაპიტალიზმის პირობებში. აი ბატონო გიგამ ციფრები ჩამოგითვალათ ხელფასები და ადრე ჩვენ მოგვიწია კიდევ ამ საშუალო ხელფასის ტერმინის სადმე რაღაც შენიშვნის გამოთქმა და კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ რა ეს საშუალო ხელფასი შეიძლება გამოიყენონ ბოდიში ევროპაში, სადაც გარკვეულად მაინც უფრო შედარებით გათანაბრებულია ხელფასი, მაგრამ ჩვენთან სადაც მინიმალური ხელფასი ოფიციალურად 20 ლარია და 20 ლარიდან მოდის ზევით და ეს ჯერ კიდე არ შეცვლილა, ხოლო რეალობაში ხელფასი იწყება 500-600 ლარიდან, მივბრძანდით ბატონო სხვადასხვა ნაკლებ კვალიფიციურ სამსახურებში და ნახავთ. ანუ ერთხარეს არის ეს შემთხვევით გამდიდრებული ხალხი და მეორე მხარეს არის ეს დაჩაგრული მოყვასი, რომელზეც ვითომ ეს ჩვენი
არა მარტო ჩვენი, არამედ სოფლიო ბიზნესმენები, ქველმოქმედი ბიზნესმენები ლოცულობენ. არავინ არ ლოცულობს. ამ ხალხს უნდა ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, ელემენტარული კულტურული პირობები. გვაჩვენეთ ბატონო, სად არის ეს? რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, გასაგებია, ჩვენ არ უარყოფთ, რომ საქართველოს ძალიან პროგრესი განიცადა. იმ კაციჭამია ფაშისტების მერე გარკვეულად სხვა მიმართულებით, ასევე შეორნაძის პერიოდიდან, როცა ჩვენ 14 და ხან 8 ლარს გვამადლიდნენ, ხან 14 ლარს, ეს არაერთხელ აგვინიშნია, მაგრამ ახლა როცა საფრანგეთში მინიმალური ხელფასი 1800 ევროა, გერმანიაში 2500 მინიმალური, როგორ შეიძლება ჩვენ ახლა დავდგეთ და ჩვენ მოქალაქეებს რაიმე შენიშვნა მივცეთ თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვისა და გამო. ანუ ჩვენ რეალურად უნდა ვაღიაროთ, რომ კი ბატონო, არის შვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ პრობლემები, რომელიც დგას უბრალო მოსახლეობის წინაშე, ვერ წყდება. ვერ წყდება თუ არ წყდება, ეს უკვე ალბათ ხალხმა უნდა გადაწყვეტოს. ჩვენ მე ხლა პოლიტიკოსი არ ვარ, არც ჩემი გამოცდილებით, არც ოდნით და არც სოციალური მდგომარეობით პოლიტიკისკენ, რა თქმა უნდა, სრული თავის დროზე შეიძლება ქონდა, როცა ახალგაზრდა ვიყავით, მაგრამ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩემი პოლიტიკაზე პრეტენზია ამოწურულია დიდი ხანია, მაგრამ როგორც ქართველი ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა თავის ქვეყნის როგორც აწყოზე, ასე მომავალზე და მიაჩნია, რომ ეს დიადი საქართველო და ქართველი ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ ყოფას, ჩვენ წინადაც შევნიშნეთ, რომ ჩვენ ქრისტიანობის შემოსვლის მერე და როცა მუსულმანობა ასე გაძლიერდა ჩვენს გარშემო, ყოველთვის ვიყავით ბასტიონი მარადიული და წმინდა ცნებების და დღესაც ერთადერთ სახელმწიფო ვარ ჩვენ კავკასიის გადმოღმა მხარეს, რომელიც იცავს მეტნაკლებად იმ მარადიულ ქრისტიანულ ცნებებს. და თქვენ ეს სულიერად ამაღლებული ერი ამყოფოთ ასე დღეში, კარგით ბატონო, ჩვენ კიდე მოვითმენთ, კიდე ჩავთვლით, რომ უნდა ავიტანოთ ეს მიწიერი ტანჯვა და წამება, რამდენიმეორეში ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილია, მაგრამ ჩვენ არაერთგზის გაგვიფრთხილები ხართ თქვენ, რომ ღვთის სამართალი ხალხო. ამას მე კი არ გეუბნებით, უდიდესი ინდოელი პოლიტიკოსი ესეც არაერთგზის გავაჟღერეთ ტელევიზორში, გეუბნებოდა, რომ ერთადერთი წმინდა წიგნია ქრისტიანული სამყაროდან ჩემთვის, ეს არის სახარება. სახარება მაინც აიკითხეთ ხალხო. თუ მაჰათმა განდისთვის ერთადერთი წმინდა წიგნი იყო და მისი ხელმძღვანელობდა, თქვენ რით ხელმძღვანელობთ? სად არის თქვენი მოყვასისადმი და უფლისადმი მოწიწებული თაყვანისმცემითი დამოკიდებულება? ასეთ მდგომარეობაში უნდა იყოს ქართველი ერი? ასეთ მდგომარეობაში უნდა იყოს უკვე დაუძლურებული ქართველი ადამიანი? ჩვენ არაერთგზის გვითქვია და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. ჩვენ გამოვთქვავთ ჩვენს მიერ დანახულ საჭირბოროტო საკითხებს და ახლავე თამამად ვაცხადებ პირადად მეც და რა თქმა უნდა ბევრი ჩემი თანამეგობრებთან მისაუბრია, რომ დამთავრდა რეალურად იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ სიტყვით იდგნენ ხალხის წინაშე, სიტყვით იდგნენ რამდენი მიმართულებით. ქვეყანას სჭირდება სრული დახმარება, სანამ არ იქნება სრული პაკეტი დახმარების. და ეს პაკეტი გახლავთ რა? პაკეტი არის პირველი ქართული დახმარების პაკეტი იწყება დემოგრაფიიდან. თუ დემოგრაფია არ გამოსორდა 5 წელიწადში საქართველოს აღარ იქნება ხალხო. მიბრძანდით სკოლებში და იკითხეთ, მე რაგი პედაგოგიც ვარ და ისტორიკოსიც და საზოგადოებრივ გეკითხებით. იკითხეთ რამდენი შვილი ყავს თითოეული ბავშვის შობილს. მე ამას 10 წლებია ვაკეთებ. ერთი შვილი, ძირითადად უკვე ერთი შვილია, 2 და იშვიათად 3. ქართველი ერი კვდება. კარგით, გაერო სტატისტიკას არ გჯერავთ. რეალობას არ კითხულობ და არ გჯერავთ. მაშინ რა გამოდის ბატონებო, ვერ გავიგე. ჩვენი მთავრობა ცალკეა,
და ცხოვრება ცალკეა. ვინ უნდა მიხედოს დემოგრაფიას? ვისთვის არიან ჩვენი ეს დიდმოხელეები არჩეული იმ თანამდებობაზე? მეორე მე ადრეც გაკვირვებული ვიყავი ეს ჩვენი ვითომ პოლიტიკოსები ვინ საუბრობს დემოგრაფიაზე? ერთადერთ თუ მოისმენთ მახაზ გულაშვილთან არის დემოგრაფიის ტკივილი გაჟღერებული ხშირად. დანარჩენი არც ტელევიზია, არც პრესა არ აკეთებს ამაზე აქცენტს, რომ დღე-დღეზე კვდება საქართველო, კვდება გარემოებისა და გამო, როგორც შიგნით და ასევე გარბის თუ რაიმე ჯანსაღი ძალაა დარჩენილი საქართველოში, ის იძულებულია გაიქცეს. მაგრამ ამ დემოგრაფიის მოდელი ჩვენ შემოგთავაზეთ შექმნით 5 წლიანი გეგმა დასაქმების, რო არ გაიქცეს აქედან ქართული ახალგაზრდა და ბინაჩვენებლობის. დასაქმებას მოგეხსენებათ ძალიან მრავალმხრივი მიმართულება გააჩნია და ეს ჩემზე არანაკლებ კარგად იცი თეორია, საკმაოდ კარგად იცი, მაგრამ გულთან არ მიგაქვთ ის ცოდნა და ქვეყნის საკეთილდღეოდ არ იყენებთ. სოფლის მეურნეობა არ გვაქვს, წარმოება არ გვაქვს, მაღალი ტექნოლოგიები არ გვაქვს. გვაქვს მარტო მომსახურებითი სფერო და ესეც, ამ მომსახურებით სფეროში არის მხოლოდ ტურიზმი. და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ჩვენზე წარმატებულია, უკეთესად უვლის თავის მოსახლეობას, უკეთესად უვლის თავის ქვეყანას, უკეთესად პატრონობს და როდემდე შეიძლება ესე ვიყოთ. ანუ ფაქტიურად აი დღეს კიდევ ერთხელ ფასებზე იყო საუბარი, გამოვიდა კომისია, სანამ აქ ამ ტელევიზიაში წამოვიდოდი და პირდაპირ გამოვიდა ფასების კომიტეტი და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ის არისტოკრატია, ეგრეთ წოდებული თანამედროვე არისტოკრატია, ეს არის მძარცველური, სისხლის წოველი არისტოკრატია, რომელმაც ჩვენ როცა ქონდა 10 ლარი ხელფასი, 20 ლარი და ასე ზევით ნელ-ნელა წამოვიდა, იმ შავბანელ პერიოდში, 90-იან 2000 წლიან პერიოდში გაძარცვეს ქვეყანა, ან მათმა მშობლებმა და ასე ჩაიგდეს ხელში. დღეს ისინი მაღალი ტრიბუნებიდან გველაპარაკებიან და გვეუბნებიან, რომ თურმე ქართველებს ვერ შეუმსუბუქებენ პირობებს, ვერ გავიუეფებენ სურსათსანოვაგეს, ვერ გავიუეფებენ წამლებს და ვერ შეუქმნიან ადამიანური ცხოვრების პირობებს. იმის გამო, რომ თურმე ისინი ძალიან დაზარალდებიან. ბოდიში, ვინ საუბრობს ამას? აბა ეხლა შეადარეთ ძველ არისტოკრატიას, არისტოკრატია, რომელიც ისტორიული არისტოკრატია, როგორც ჩვენში ასევე საუბრობთ, კერდით იცავდა თავის ქვეყანას, კერდით იცავდა თავის მშრომელ ფენას, გლეხობა იყო თუ ბოდიში მონებსაც კი იცავდნენ. დღეს ისინი გეუბნებიან, რომ თქვენ დამი ინტერესი აღარ გაგვაჩნია, ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ინტერესი. ჩვენ უნდა გაგზარცოთ, გქონდეს ესეთი პოლიტიკა, ესეთი ფასების პოლიტიკა და ასე ვიცხოვროთ. თუ იქნება საშუალება და თუ მოვიფიქრებთ, ჩვენ მოვხედავთ, თუ არა და არა. გამოსავალი, ჩვენ ერთხელაც მოგახსენეთ და არა მარტო ჩვენ, ძალიან რამდენიმეჯერ გაჟღერდა სხვა ტელევიზიაში და პრესაშიც, ძალიან გთხოვთ სახელმწიფო მოხელეებს. რა თქმა უნდა, მათი მომავალიც ფაქტიურად, რეალურად დამთავრებულია, იმიტომ რომ ისინი მრავალ მხრივ ქვეყანას ვერ პატრონობენ. დემოგრაფია თუ არ გამოსორდა, კიდევ ერთხელ გემოვნებთ, სოფლის მეურნეობა თუ არ გამოსორდა წარმოება, თუ არ გამოსორდა მაღალი ტექნოლოგიების დამოკიდებულება, ქვეყანა აღარ არის და ვისი მთავრობა უნდა იყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გთავაზობთ, რომ მთავრობამ აიღოს პასუხისგებლობა, შექმნას ქსელი, რადგან ეს ბოროტი, ეგრეთ წოდებული თანამედროვე ქართული არისტოკრატია არის ძარცველი არისტოკრატია. შეხედეთ როგორ ცხოვრობენ, რა სახლებში ცხოვრობენ, რა პირობებში ცხოვრობენ, გასაგებია. ისინი არიან უკვე ფაქტიურად ცოცხალი გვამების გზაზე დამდგარი ფენა და დაჯგუფება და მათ ეს არ აქვთ გააზრებული. წაიგითხონ წმინდა წიგნები, რას ნიშნავს ასეთი ქონებრივი ცხოვრება ადამიანისთვის, რომ ის უკვე დაღუპულია და ის არა მარტო ის არის დაღუპული, არამედ მათი ქმედების, მათი წინაპრების ცხოვრებიდან მათი მთელი შთამომავლობა, 7 თაობის შთამომავლობა დაღუპული, რადგან მათ უარყვეს უფალი, მათ უარყვეს სამშობლო, მათ უარყვეს სარწმუნოება, მათ უარყვეს მოყვასი, ერი, კაცობრიული ფასეულობა. ისინი რეალურად ავადმყოფები არიან და ჩვენ ქვეყანა აბარი ამ ავადმყოფებს, რომელთაც ფასეულობები არ გააჩნია ფულისა და სიმდიდრის გარდა.
როგორ შეიძლება მეჯღანუაშვილებს ებაროს ქვეყანა და ქვეყნის მომავალი დროა ხალხო ინტელიგენცია ჭეშმარიტო ინტელიგენცია დაიბრუნეთ ეს ქვეყანა დაიბრუნეთ ვისაც გაგაჩნიათ სულიერი ფასეულობები არ შეიძლება დაბალი ფასეულობების ადამიანებს ქვეყანა დაყავთ დაბალ რელსებზე დაბალ ფასეულობით მიმართებებში და თვითონაც ხო იღუპავენ თავს და ჩვენ არერთხელ გამოგითქვია გულის ტკივილი რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვეცოდება მაგრამ ჩვენ მათ ვეღარ უშველით ჩვენ შეიძლება მათ შვილებს თავმავლობას კიდე რაღაც გზა ვაჩვენოთ რომ მიბაძონ იმ წმინდა ადამიანებს მიბაძონ მოციქულთა ცხოვრებას კაი უფლის ცხოვრებას შეიძლება ვერ შეცვდეს რა თქმა უნდა ადამიანი თავისი ვერც გონებით და ვერც ცხოვრებისეული წესით მაგრამ 1000 წმინდანი ყოლია საქართველოსაც და ქრისტიანულ სამყაროს სხვა წმინდა ადამიანებს რომ თავი დაუნებოთ დავფიქრდეთ ხალხო და რაც შეეხება პარტიებს კიდე ერთხელ მოგიწოდებთ ჩვენ არ გვაქვს მე პირადად არ მაქვს არავითარი პოლიტიკური ამბიცია და მოგიწოდებთ შექმენით ბინადშენებლობის ხუთწლიანი პროექტი რომ არის საშუალება გაუქმეთ ეს პირველი არხია თუ საზოგადოება 100 მილიონი ხალხო 100 მილიონი ჩადეთ ბინადშენებლობაში მიეცით ახალგაზრდებს მიეცით უბინავებს მიეცით მრავალშვილიანებს ვის რა ჯანდაბათ უნდა ეს პირველი არხი რა აქვს გაკეთებული ერთი მითხარით წლების განმავლობაში ალბათ რომ დავთვალოთ მილიარდამდე თანხა აქვს წაღებული არის იმედი არის რუსთავი არის პოსტივი და სხვა ტელევიზია და იქ შეგიძლია თქვენ გამოფინოთ თქვენი ფასეულობები ასევე 1000 გვარი ღონისძიებები ვის რა სჭირდება ეს სადღესასწაულო ღონისძიებები როცა ხვალზე ქართველობა და საქართველო აღარ იქნება ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში ჩვენ ვართ განადგურების რეჟიმში გაახილეთ თვალები ხალხო კაი მთავრობა ამას ვერ ხედავს და რაც შეუძლია ამის მეტის გაკეთების საშუალება არ მაქვსო პირდაპირ გვეუბნება თავის ქმედებით თქვენ სად ხართ ინტელიგენციო სად ხართ მამულიშვილებო ქვეყანა ქრება ქვეყანა იღუპება ქვეყანა ისპობა და თქვენ მაინც ესე დუმხართ და იქ პირველი არხი უნდა იყოს 1000 გვარი მამაძაღლობა რუსთაველის თეატრი დგავს ჩვენს გამანადგურებელ სპექტაკლს და მილიონები თანხას ახარჯებთ იმათ და რამდენი ასეთი მილიონები გადაყარეთ გააკეთეთ ბინადშენებლობის გეგმა გააკეთეთ ყველა სოფელში დიდ სოფელში დასაქმების სხვადასხვა ობიექტი სახელმწიფო ობიექტი სხვანაირად მომავალი არა და არც თქვენ გექნებათ მომავალი იმიტომ რომ თქვენ აღარ ახართ ქართველი ერისთვის პოლიტიკური მოძრაობები არის ცალკე ქართველი ერი არის ცალკე რადგან მის მომავალზე რეალურად არავინ არ ზრუნავს დამატებით მე ამის მერე ბატონ გიგას მივცემ სიტყვას მაგრამ კიდევ ერთს გეტყვით თუ არ მიხედეთ სკოლას 5 წელიწად ჩვენ სკოლა არ გვექნება და მომავალი არ გვექნება არ აქვს დირექცია საშუალება არ აქვს მასწავლებელს საშუალება იმუშაოს დირექციას არ აქვს კანონიერი უფლებები რომ ანარქია სკოლაში რომ მოაწესრიგოს იმიტომ რომ 1000 გვარი ბრალდებებია აი იგივე მდგომარეობაში სამინისტროც ალბათ პარლამენტო გაიღვიძე დაიქცა განათლება და განათლება თუ არ იქნება და იქნება ესეთი ანარქიული სიტუაცია სკოლაში რა მომავალი გვაქვს ხავს მამლუქების სკოლები წინაც ვისაუბრეთ გაყიდული ინტელიგენციის შვილები ისინი სწავლენ რა თქმა უნდა როგორც მამლუქები იყვნენ და სხვა კულტურას შეერევიან მაგრამ ჩვენი შვილები დაიღუპა საქართველოს ხალხო დაიღუპა ამ უყურადღებებით უგულობით ასეთ ცივი დამოკიდებულებით ეროვნულ ძალებს არ აძლევთ საშუალებას ვითომ ეს ოპოზიცია გაყიდული ოპოზიცია მეხუთე კოლონა რეალურად ამდენი წელია და გაიხსენეთ შეურნეს პერიოდში საფთელი საქართველოს ქონება ვინ ჩაიგდო წითელმა ინტელიგენციამ სააკაშვილის პერიოდში ვინ ჩაიგდო მოქალაქ რაც ფაშისტებმა რეალურად ხომ გადახედეთ ეთი მაჩვენეთ ღარიბი ნაციონალი ბობოლა ნაციონალი ან მაჩვენეთ შეურნეს პერიოდის ბობოლა ვინმე ღარიბი და დღესაც იგივე გრძელდება ხო ამას თქვენ თვითონვე აცხადებთ თქვენ მთავრობის წევრებს თქვენ იჭერთ და აცხადებთ რომ აი ამან ქთა მიაიღო იმა ქთა მიაიღო რეალურად საიდან მოდის ეს ყველაფერი ხალხო მიუბრუნდით უფალს მიუბრუნდით იმ არადილ ცნებებს მიუბრუნდით იმ წმინდა ცნებებს აღარ არის საქართველო ამ უღმერთობით ამ ურწმენობით
ამ უსიყვარულობით თქვენ ილუზიებში ცხოვრობთ, კარგით გინდათ იცხოვრეთ, ჩვენ დაგვანებეთ თავი ხალხო. მიეცით ეროვნულ ძალებს საშუალება რომ და თუ არ მიცემთ, რეალურად ხალხი უკვე თქვენ დამი როგორ არის განწყობილი ამას კარგად ხედავთ. თქვენ აღარ არსებობთ ხალხისთვის. ხალხი არის ცალკე თავის გაჭირვებით და ალბათ უფალი მიხედავს მათ და თვითონაც თუ იშრომებენ. გამოსწორდება მდგომარეობა, არა და თქვენი გზა გაქვთ, რომელიც აირჩიეთ, ეს არის უღმერთობის, უსამშობლობის და უსიყვარულობის გზა. ბატონო გიგა, ბოდიში ცოტა ზედმეტი ემოცია გამოვიდა, მაგრამ თუ შეიძლება გააგრძელეთ თქვენი პოზიციის დაფიქსირება. თქვენ თქვით ის, რასაც პირადად მე ფიქრობდი და პირადად 90% ქართველი მოსახლეობის ფიქრობს. ზუსტად ის სიტუაციაა დღეს. კატასტროფული სიტუაციაა და უბრალოდ რა არის იცით ყველაზე რომ დამპიტაური მიდის დაკვრა მიდის ლაპარაკი მიდის ლაპარაკი მიდის თურმე ვინ არის ცუდი ვინ არის კარგი ვინ რა გააკეთა რა ბედნიერები ვართ და ქვეყანა გვესლება ხელიდან ხალხო ქვეყანა გვესლება ხელიდან იმიტომ რომ მე კიდე ერთხელ შევეხებით და ყოველთვის ამას ვიტყვი იმიტომ რომ დღესდღეობით საქართველოში პატრიოტები არ მართავენ დღესდღეობით საქართველოში არის ის კასტა და ის ადამიანები არიან მართლობაში მოსულები, რომლებიც აბსოლუტურად დაუმსახურებლად ზიან იმ ადგილას, რასაც საქართველოს მართვის საჭეები ქვია. აბსოლუტურად დაუმსახურებლად, იმიტომ რომ ადამიანებმა მე ბევრზე მათგანზე პირველად გულის მტკივა, იცით რატომ მტკივა, რომ ადამიანები, რომლებიც ესე უბრალოდ მოვიდნენ ჰაერიდან და დაждდნენ და გახდნენ უცებ მართველები და მენტორული სიტყვით გასწავლიან ჭკუას, რომ იცი რა შენ როგორ უნდა იცხოვრო, რა ბედნიერი ხარ თურმე რომ აგერ ეხლა კობახიძემ გააკეთა ისეთი რაღაცა საცინათ აიგდო მთელმა საქართველომ და თვითონაც საცინათ აიგდო მთელი საქართველო ეგრე ავიდა და თურმე ათლარად იყიდა ხორცი. გამაგიჟებთ ხალხო რა ხდება ეს როგორ ასეთ რაღაცას აი მე წინაზეც თქვი და ეხლაც ვამბობ რომ თავრობა აკეთებს ისეთ რაღაცებს რომელიც მისთვის არის აუცილებელი კი არა. აი, უკან დასახები ყოველთვის და სულ ყოველთვის უკან იხევს რაღაც სისულელეს გააკეთებს და მე ამას თავის მართლება მოყვება ხოლმე. აი, ამაზე ვგიჟდები, იმიტომ რომ ამ თავრობაში არ არიან პროფესიონალი ადამიანები. დღესდღეობით გამოდის მაგალითად ეხლა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გამოვიდა და თქვა რომ 2028 წელს თურმე სიღარიბეს მოვერებით აღარ იქნება. გადამოცვილება როგორ მოერევით სიღარიბეს თუ ყველა საქართველოსდან გაიქცა მაშინ შეიძლება მოერიოთ თქვენ დარჩებით მარტო მდიდრები აქ არა და ყოველდღიურად საქართველოსდან მიდის ადამიანები ჩემ სოფელში აგერ ხო გეუბნებით სოფელში ვიყავი ახლა 2 დღის უკან ჩამოვედი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოიყვანა ცოლი და მეუღლესთან ერთად წავიდა საზღვარგარეთ იტალიაში ეს რო გავიგე კინაღამ გული გამისკდა, იმიტომ რომ იმ ბიჭზე აი ჩვენს და მთელი სოფელი ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდით. რა ვიცი ისე ამბობს ეხა ბაბუ ამისი მამამისი გარდაცვლილია რომ ჩამოვა, მაგრამ მან ჩამოვა ან არა ხალხო. და ჩვენ რომელიმე ჩვენთაგანმა აი ამ ადამიანებს, ამ ბიჭებს მაგალითად ამ გოგონებს ჩვენ უწყობ ხელს რომ ჩვენ როგორმე ესენი დავაფუძნოთ იმ ადგილას, რასაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო ქვია. აი ყველაზე მეტად რაზე მწყდება გული იცით რომ რატომ არ არის პრიორიტეტები გამოყოფილი? რატომ არ არის პრიორიტეტი გამოყოფილი იმაზე, რომ რა არის საქართველოსთვის აუცილებელი? რომ საქართველოსთვის არის მაგალითად სოფლის მეურნეობა აუცილებელი. ამაზე ახლა დღეს დაიწყეს ლაპარაკი. ცოტათი რაღაცა ვითომ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ რო შევხედავ, ვინც ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს, ვინ არიან, რა კატასტროფული ხალხი არის და რა დონის განათლებისას არიან, მე ვხედავ ზუსტად და პირველი რაც მიიღეს, ნუ აი კატასტროფა, არ ვიცი, 2 დღის უკან მიიღეს თუ 3 დღის უკან რაღაცა კანონი, რომ თურმე შენ რა ვენახს დათესავა, უпростоრად დარგავ და მოიყვა, ეს იქნება სახელმწიფოს პრიორიტეტი. სახელმწიფო შეუძლია შენ გადაგიწყვიტოს იმ ვენახს ჩათესავ ან დარგავ და თუ ეს სახელმწიფოს, მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის იცით, რომ სახელმწიფო რა კრიტერიუმით ამოწმებს თურმე ამას ყველაფერს. რომ თურმე გრუნტის წყლები როგორია? თურმე იქ რა შემადგენლობა აქვს ამას ყველაფერს? მაგრამ ვინ ამოწმებს? მე პირდაპირ გეუბნებით, ამის სპეციალისტი საქართველოში თითქმის აღარ მოიძებნება. ვინ უნდა შეამოწმოს? საზოგადოებიდან უნდა მოვიწვიოთ? მე პირდაპირ გეუბნებით, თუ არა ვარ მართალი და ამისთვის ვინც გინდა წინ და დაველაპარაკები, იმიტომ რომ ეს სფერო მეტნაკლებად ჩემს სფეროსაც ეხება. ვინ არის, ვინ უნდა შეამოწმოს? რო ლაპარაკობენ სპეციალისტები, საიდან მოვიდნენ ეს სპეციალისტები?
თუ ისევ ძველი სპეციალისტები ამოქეკეს, რომლებიც გადაყარეს და მიშა სააკაშვილმა რო ჩარეცხა და ამათმა კიდე წყალი რო დაუმატეს. და ის ინსტიტუტი, რომელიც იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომელიც გაანადგურეს. ზოოვეტი, რომელიც გაანადგურეს, დღეს მეუნებიან, მელაპარაკებიან, არიქა თურმე ძაღლები უნდა ავსრათ, ის უნდა გავაკეთოთ, აი თურმე ჯილეხი შეიძლება იყოს აქ, აი ეს უნდა იყოს და სპეციალისტი არ ახავს ვიღაცა ადამიანი, რომელიც ამას ყველაფერს იმ დონეზე დაგეგმავს, იმ დონეზე გააკეთებს, რომ საქართველოში ეს უბედურება არ დატრიალდეს. ამას ყველაფერს უნდა სპეციალისტი. მაგრამ სპეციალისტი ჩვენ უკვე აღარ გვყავს. იმიტომ რომ ამ სფეროს ჩვენ არ ვემსახურებით. აქ უბრალოდ ვიღაცა ხალხს ადამიანს შეიძლება ერთი ღორი ყავდეს, ორი ღორი ყავდეს და იმაზე გვაქვს ლაპარაკი და გვიკვირს რატო გაზვირდა ბიჭო ხორცი? იმიტომ გაზვირდა რომ ხორცს საქართველოს არ აწარმოებს. რატო გაზვირდა პროდუქტი? იმიტომ რომ საქართველოს არ აწარმოებს პროდუქტს ხალხო. რატომ არის დღესდღეობით მაგალითად არ არის პრიორიტეტი წარმოების განვითარება? წარმოების განვითარება რატო არ არის? მე ვერ ხვდები რატომ არ უნდა იყოს წარმოება განვითარებული საქართველოში. ჩვენს ირგვლივ სადაც არ უნდა გავიდეთ. სომხეთი იქნება, აზერბაიჯანი იქნება, თურქეთი იქნება, რუსეთზე აღარ ვლაპარაკობ. და ვლაპარაკობ კიდე იმ 15-14 რესპუბლიკაზე, რომელიც საქართველოს დროს, საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ, დღესდღეობით ყველგან წარმოება განვითარებული. ზოგი მანქანას უშვებს, ზოგი სოფლის მეურნეობის ისეთ პროდუქტებს უშვებს, რომელიც ჩვენ საერთოდ არც კი გაგვიგია. ზოგი ტექნოლოგიურად არის უკვე განვითარებული. ტექნოლოგიურად, ჩვენთან ტექნოლოგიურად განვითარება არავის არ უნდა. ჩვენთვას არის მარტო რა, ტურისტული ქვეყანა. რა ხდება დღეს აგერ აი განათლების სფეროში ზუსტად ბატონმა ვაჟამას თქვა განათლების სფეროში რა ხდება დღესდღეობით რაც ტექნოლოგიას მაღალ ტექნოლოგიას ჭირდება ის სპეციალობები არის ჩაძირული თავიდან ბოლომდე და რატო არის ჩაძირული იმიტომ რომ იმ სპეციალობებს ჩაძირული რომ არ იყოს და რომ იყოს მაღალ დონეზე დამდგარი იმას ჭირდება ინსტიტუტების კვლევით ინსტიტუტები ჭირდება რომელიც დავანგრიეთ და გავანადგურეთ. ეხლა როგორ შეიძლება მაგალითად ქვეყანაში ეხლა ჩამოვწერე უბრალოდ აი ისეთი სფერო, რასაც ფიზიკა, რასაც ქიმია, რასაც ბიოლოგია ქვია. როცა ყავდა ჩვენ ასეთი აგერ ფიზიკოსელი ელეფთარ ანდრონიკაშვილი, ალბერტ თავხელიძე, ნიკო მუსხელიშვილი, ვაშა შავგულიძე, აგერ ყავს გია დვალი, ფიზიკოსები. აგერ ეხლა ქიმიკოსები პეტრე მელიქიშვილი, ვასილ პეტრიაშვილი, აგროქიმიის მეღვინეობის დარგი მაგან უდიდეს დონეზე აიყვანა და ნიადაგში შექონდა ზუსტად ის სასუქები გამოიგონა, რომელსაც მთელი მსოფლიო ხმარობს დღეს. აგერ არის კიდე გიორგი ციციშვილი, აგერ ბიოლოგები ივანე ბერიტაშვილი, ნიკო კეცხოველი, დიმიტრი უზნაძე ისე ის იყო რა ქვია. ფსიქოლოგი იყო, მაგრამ ზუსტად ამ ფსიქოლოგმა ადამიანმა შეიტანა ბიოლოგიაში თავისი თეორიით, რომელიც გამოიგონა, რომელსაც განწყობის თეორია უდიდესი გავლენა ქცევის და ბიოლოგიური გავლენებში მოახდინა ზუსტად აი ამ დიმიტრი უზნაძემ. აი კაცი იყო ფსიქოლოგი, მაგრამ ბიოლოგიაში უზაზამაზარი წვლილი შეიტანა და ჩვენ ასეთი გიგანტები გვყავდა ხალხო. ჩვენ აი ეს ხალხი გვყავდა და ჩვენ ამათ ყველაფერს აი გადაუსვით ხაზი და მიდი დავიდა ცხოვრება სხვანაირი ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა ყვირი ვართ და იმ მაღალ ტექნოლოგიებზე რაზეც არის მაგალითად აი მთელი მსოფლიო აწყობილი გინდა სამხედროში გინდა ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩიპებზე რომ ლაპარაკობთ აგერ და ჩიპები და აი ეს ჭირდება და ის ჭირდება და დრონებს რო უშვებენ მე არ ვლაპარაკობ სამხედრო დრონებს დრონები მაგალითად სოფლის მეურნეობისთვის დრონები მაგალითად სახანძრო მაშველი რაზმებისთვის რომელიც მსოფლიოში ყველგან არის ათვისებული და ჩვენთან შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს ჩვენთან საქართველოში ყველაფერი შეიძლება ეს მაღალ ტექნოლოგიური წარმოებები გაკეთდეს ოღონდ სახელმწიფომ უნდა მოინდომოს ეს სახელმწიფომ უნდა პრიორიტეტად ჩათვალოს ეს ყველაფერი მაგრამ ჩვენთან ამაზე კაცშვილი ხმას არ იღებს არავის არ აინტერესებს რატო არ აინტერესებს იმიტომ რომ ამაში ეხლა რო დაიწყონ ამაზე ფიქრი ამაში ფული არ იშოვება იმიტომ რომ ამაში ჯერ უნდა გასცე უნდა ასწავლო უნდა შექმნა კვლევითი ინსტიტუტი რომელიც დაანგრიეს და ბოლომდე გაანადგურეს და აქ მერე გამოკვლევები რო ჩატარდება მერე კი ძალიან ბევრი თანხები შეიძლება შემოვიდეს
საქართველოში, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მთავრობაში მოვიდნენ, მაშინ მე ისინი აღარ იქნებიან აქ. სხვები იქნებიან, ამიტომ ისინი ასწრებენ, რომ საშოვარი, როცა არის მათთვის, მაშინ იშოვონ. ამიტომ ყველაზე მარტივი არის, როგორ აგერ მიწა არის, მოდი მიწას გავყიდით. აგერ არის კორპუსი ავაშენოთ, ვიღაცას მივყიდოთ. და მიდის ამაზე მუშაობა თბილისი, რასაც დაემსგავსა და მთელი საქართველო, ყველა კარგად ხვდებით, ხო? აი ეს არის უბრალოდ ჩვენთან არ არის ის პრიორიტეტები, ჩვენთან არ არის ზუსტად ის, რაც საქართველოს ყველაზე მეტად ესაჭიროება. და ეს საიდან მოდის? მოდის იქიდან, რომ საქართველოს სიყვარული დავკარგეთ. და ეს საიდან დაიკარგა საქართველოს სიყვარული, მე არ ვამბობ ყველაზე, ღმერთმა დამიფაროს. იმიტომ დაიკარგო ჩვენ უფალს უთხარით უარი იმ ცნებებზე და იმ ცნებების ასრულებაზე, რომელიც უნდა შევასრულოთ. გიყვარდეს პირველი მოყვასი შენიო. ჩვენი მოყვასი უნდა გვიყვარდეს, ჩვენი გვერდით მდგომი უნდა გვიყვარდეს. იმას რა უჭის, ის უნდა გავარკვიოთ. და რა ის რო იცი რა, დღეს ჩვენ არ შეგვიძლია ფასები დავწიოთ, იმიტომ რომ ესეთი მოცემულობა არის. აი ეს არის ჩვენო მეგობრებო, ყველა დიდი უბედურება ჩვენთვის. მე ვეუბნები კიდე ერთხელ ხალხს მივმართავ, ხალხო გამოფხიზდით, ქვეყანას ვკარგავთ. დღეს ხვალ ზეკ ქვეყანა შეიძლება ჩვენ გვერდით იყოს, მაგრამ ქართული აღარ იყოს. აი ამას გეუბნებით, ქვეყანასაც ვკარგავთ, შვილებსაც ვკარგავთ და შვილიშვილებსაც ვკარგავთ, იმიტომ რომ ჩვენი შვილების და შვილიშვილების საცხოვრისი ამ ქვეყანაზე აღარ იქნება. აი ეს დაიმახსოვრეთ ხალხო, რა ვიცი რა, იმედია რომ მივხვდებით ყველანი და დაუბრუნდებით ღმერთს. და ღმერთს თუ დაუბრუნდებით, ყველაფერი გვეშველება. აი ეს მინდოდა ბატონო. მადლობთ, ბატონო გიგო. და მეც ალბათ მაგხას ისევ გავაჟღერებ, რომ სხვა გზა არ არსებობს. მთელი მსოფლიო იღუპება ჩვენს თვალწინ. მეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ოქროს თვითმფრინავებში, ოქროს მანქანებში, ოქროს იახტებში და ვიყოთ სხვა მოყვასების ამოწყვეტი. იგივე მართალია პატარა მასშტაბში ხედავთ საქართველოში. ჩვენ გეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გქონდეს 400-500 ლარი შემოსავალი, ხოლო მათ უნდა გქონდეთ 20,000, 100,000 და 100 და 100. ეს არ არის ღვთის გზა ხალხო. ეს გზა არ აურჩევია უფალს, არ ჩვენ აგვირჩევია, ვინც 90-იანი წლებიდან 80-იანი წლებიდან 90-იანი წლებშიც ბარიკადებზე ვიდექით თითქმის და ყველა მიტინგს ესწრებოდით და ვცდილობდით რომ მოგვეტანა ძმობა, ერთობა, თავისუფლება და არ მოგვიტანია ამ ერთი მუჭა ბოროტი სისხლისმელი ვაი ბიზნესმენებისათვის ეს საქართველო რომ გადაგვეცა. საქართველო უნდა იყოს ქართველების, საქართველოში უნდა იყოს ის ამაღლებული დიადი სული, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ მტკვარ-არაქსის კულტურიდან, თრიალეთის ყორღანული კულტურიდან გვიანდერძეს და გვითხრეს, რომ თქვენ ხართ თითქმის 5,000 წლიანი კულტურის შვილები, ოღონდ ხართ მაშინ, როცა ეს გაქვთ გაცნობიერებული, მასზე ზრუნავთ და მასზე იზრუნებთ. და კიდევ ერთხელ თანამედროვეებიდან შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, ოღონდ ჯანმრთელ პატრიოტ საზოგადოებას და არა იმ ძინარე ჩინოვნიკებს, რომლებსაც მხოლოდ ფული აინტერესებთ. მეორე მსოფლიო ომის მერე იაპონია და ატომური ბომბით განადგურებული იაპონია. მეორე მსოფლიო ომის მერე განადგურებული გერმანია ფეხზე წამოდგა ხალხო, ფეხზე და ჩაბძანით ახლა ხის ქალაქების იაპონიაში, რომელიც იყო მეორე მსოფლიო ომის მერე და ასევე მიწასთან გასურვებული გერმანიაში. არის ისინი ისევ გასურვებული. ჩვენ კი სამწუხაროდ შეჩერებულ დროში ვცხოვრობთ, არ ზრუნავთ ჩვენ ქვეყანაზე, მის სულიერებაზე, მის გონებრივ განვითარებაზე და მის ფიზიკურ აღმასვლაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დიდი სიმედით, უმფლის იმედით, რწმენით გისურვებთ დიად და გაბწყინებულ საქართველოსა და მსოფლიოში ცხოვრებას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად გრძანდებოდეთ.